1 მილიონი ნახვა. დიახ, არ მოგესმათ, ერთიანი 6 ნულით. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვბუთქოთ შამპანური, დავირტყათ თვალში, ფლავის შენი დედმარა. არა, ამ ემოციებს ვერაფერი ვერ ჩამიმწარებს. ქართულ აუდიტორიაზე მსგავსი შედეგის მიღწევა იგივეა. მეგობრები რომ შეკრიბო და ვთქვათ, მოდი ერთი ჭიქა დავლიოთ და დავიშალოთო. შეუძლებელი არაა, თუმცა არც მარტივია. ასე რომ დიახ, მილიონი ნახვა. მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს ცოლს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგაც არ უნდა გამოგრჩეს. ასევე მადლობა ჩემს კომპიუტერს, რომლის გარეშეც ეს ანიმაცია ვერ შეიქმნებოდა და რაც ყველაზე მთავარია, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს მაყურებლებს და გულშემატკივრებს. თქვენ უბრალოდ ყოველთვის გვერდში მედექით და პირველი სერიის ნახვა არასდროს შეგიწყვიტავთ. მაგრამ სერიოზულად, დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის თქვენს გარეშე. აი შენს გარეშე, ხო, შენ ახლა რომ ამ ვიდეოს უყურებ, შენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა ჩიტო. მე დამირეკე. Thanks. Love you. ასე რომ მილიონ ნახვასთან დაკავშირებით გადავწყვიტე ვიდეო გამეკეთებინა. მიმოვიხილოთ სერია და ზოგადად მის გამლილი გზა, რომელმაც პირველ სერიამდე მიმიყვანა, რადგან ჩემს OG გამომწერებს კარგად ახსოვთ, რომ თავიდან სულ სხვანაირი კონტენტი იდებოდა. ყველაფერი 2021 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ჩემ არხზე პირველი ვიდეო როგორ აღმოჩნდი ცნობიერ სიზმარში გამოჩნდა. სადაც ავღწერ თავგადასავალს იმის შესახებ, თუ როგორ შევაბიჯე ცნობიერ სიზმრებში და საკუთარ ქვეცნობიერთან დაკავშირება ვცადე, რაც საკმაოდ უცნაურად დასრულდა. სხვადასხვა ამ ვიდეოში მოთხრობილი თითოეული სიტყვა სრული სიმართლეა და ვიდეოსთვის არ გამომიგონია. თუ ნანახი არ გაქვთ, ჩაუჯექეთ კლასიკ შემოქმედის ვიდეოები საკმაოდ სახალისო და საინტერესოა. მოკლედ პირველი ვიდეო გავაკეთე და YouTube-ზე ავტვირთე. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს ძალიან ამაღელვებელი და მაგარი მომენტია, მაგრამ სწორედ აქედან იწყება პარანოია. გადის 1 საათი, გადის 1 დღე, გადის 2 დღე, 3, თუ ასე გავაგრძელებთ 4-მდე წავალთ და 0 ნახვა. უბრალოდ 1 ნახვა და ეგერთიც მე ვიყავი. ან რავი, შეიძლება 2 ნახვა, იმიტომ რომ შევედი და ვიდეო დავარეფრეში, აბა, რამე ხო არ მოემატათგო. არა და მართლა გულწრფელად მეგონა რომ თუ YouTube-ზე ხარისხიან ნორმალურ კონტენტს შეაგდებდი, ნახვები თავისით მოვიდოდა. მოკლედ რომ მივხვდი რომ ეს სრული სისულელე იყო, манипуляციებს მივმართე. მაგალითად ამ საოცრად პოზიტიურ კომენტარს ხედავთ, ჩემი ძმაკაცია. ამას ესეც ჩემი ძმაკაცია. აგერ კიდე მე ყველაზე დიდი სისულელე ვიკადრე და Facebook-ზე ამ ვიდეოს ლინკი დავბუსტე. არ ვიცი ეგ რატომ გავაკეთე, რატომ ჩავთვალე რომ კარგი იდეა იქნებოდა. მოკლედ 1000 ნახვამდე ვიდეო ძლივს ავიყვანე და ამისთვის დამჭირდა დასპონსორებაში ფულის დახარჯვა, მეგობრების და ოჯახის შეწუხება, თუმცა უნდა ვაღიარო რომ 1000 ნახვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეორე ვიდეოზე პარალელურ სამყაროებზე დამეწყო მუშაობა, რომლის ნახვებიც წინაზე ბევრად უარესი იყო. არა და ჩემთვის მაგარი საინტერესო ვიდეოა. ფიზიკა ძმაო, უბრალოდ თეორიული ფიზიკა, სამყაროს საიდუმლოები. არ უნდა ამ ხალხს რა ეთყობა ეს შემეცნება და რაღაცები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქ გაჩერება არ შეიძლებოდა. ამიტომ გავაკეთე ახალი ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდი ძილის პარალელში. ეს ვიდეო გარდა იმისა, რომ თემატურად საინტერესო იყო, წინა ვიდეოებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ აქ ბევრად მეტ იუმორისტულ ჩანართს ნახავდით. აღამშმა თავის ღრენისფერ პალტოს მიხედოს რა. ბიჭო, შენი ცენტრი, ნუ შემოდი ხარ ჩემ ენერგეტიკულ ველში. აკი უკვე პანიკა დაიწყო. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი და გონების ხმით მონსტრს მოახლოებას ვუკრძალავდი. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ხმები მესმოდა. გახსენება ხუთაისში როცა და სწორედ ამ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ მაწვდის ჩემი მეგობარი გადასარე ვიდეოს, რომ ჩემი ვიდეო სხვადასხვა ნაწილებად დავჭრა და TikTok-ზე დავდო. ასეც მოვიქეცი, ვიდეო გავამზადე, TikTok-ზე ავტვირთე და დავიძინე. მეორე დღეს გავიძებულს კი სრული სიგიჟე მხვდება. TikTok შეტყობინებები უბრალოდ არ ჩერდებოდა. თუ არასდროს განგიცდია ის შეგრძნება, როდესაც პირველად ტრენდები, აი დაახლოებით იმას გავს მანქანის საქარე მინაზე რომ ყვავი აჯვამს, ოღონდ ყვავი შენ ხარ. მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო, რომელიც TikTok-ზე 100,000, ხოლო YouTube-ზე 15,000 ნახვამდე მივიდა. რაც ძალიან მაგარია. ბადეშვილი იყო მაგარია. ამის შემდეგ დაიდო ვიდეო სუპერგმირობა საქართველოში.
და აქ პირველად ვცადე, რომ სრული ისტორია შემექმნა, სადაც პერსონაჟები ერთმანეთთან პირდაპირ კომუნიკაციაში შევიდოდნენ. ამ ვიდეოში გამოჩნდნენ ისეთი პერსონაჟები, როგორებიც არიან განდრონი და ყურსასხლეტი. ასევე ძალიან ბევრი სხვა საინტერესო პერსონაჟი, მაგალითად ძვლებსასრული გამოჩენილი ბირჟავი კი, რომელიც საკუთარ თავს ძრემბოს უწოდებს, კაპიტანი საქართველოს. ჩვენ ვართ საქართველო. შვიცარტყელა, არათაჩი და გივი. იდეაში ყველაფერი კარგად მიდიოდა. ნახვები 50 და 100.000-ზე არადიოდა, თუმცა დასაწყისთან შედარებით სრულ 64-ში ვიყავი. თუმცა მიზანი 100.000-ზე ასვლა იყო. იმასაც ვფიქრობდი, იქნებ პრობლემა ანიმაციაშია და ხალხს ვიდეოები ურჩევნია ნამდვილი რეალური სახეებით და არა ანიმაცია თქო. სწორედ ამიტომ დაიდო შემდეგ ვიდეო ტაფებით ბრძოლა, რომელზეც მოდი დიდად ნუ ვისაუბრებთ, საერთოდ დღემდე არ ვიცი რატომ არ ვშლი ამ ვიდეოს. ჩემ დადებულ ვიდეოებს შორის მგონი ყველაზე ცოტა ნახვა დღემდე ამ ვიდეოს აქვს. ხო, სტაფა. შენ რა გიხარია ეს? შემთხვევით მოიგე. შემთხვევით მოვიდა. შემთხვევით მოიგე. ხოდა მოკლედ დავჯექი და დავიწყე ფიქრი. რა უნდა ხალხს? შემეცნებით ვიდეოები კარგია, მაგრამ რა ვიცი, უნდა მაყურებელს შემეცნება, რო? ამათ სწავლა კი არა, მაიმუნობა და ვირიშვილობა უნდათ. მეტი არაფერზე ესენი არ ფიქრობენ რა. დაამთავრებენ უმაღლეს, მერე ზოგი ტაქსაობს, ზოგი დაბოზაობს, რავი, რას გაუგებ ამათ. ვიფიქრე, იქნებ ხალხს უბრალოდ ტრეში უნდა, მაგრამ ტრეშ კონტენტი ერთ კვირაზე დიდხანს ვერ ძლებს. წარმავალია, ყველას ავიწყდება, იმიტომ რომ ტრეშია, მაგრამ თუ ამას ცოტა ფილოსოფიას, შემეცნებას, სატირას და ცოტაც იუმორს დავამატებთ, მივიღებთ რას? ცხოვრებას. 2022 წლის 13 ივნის შემოქმედის არხზე 11 წამიანი ვიდეო იდება. არ გამოტოვე დათარსულები კვირას 3 საათზე. რამდენიმე დღეში კი არხზე პირველი სერიაც დაიდო. ამ ვიდეოში იყო დრამა, ყველანი შეგვძრა რევას გუფთა ტოლმაძის გარდაცვალება. ტრეში, რეალობა. ამ ქვეყნის პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ხალხში რომ აეზარება და პერსპექტიულ ბიზნესს 2 დღის სამყოფ კაპიკებში ყიდიან. შეიძლება რომელიმე ორგანოს ან დაჯგუფებას რაღაც რიგზე ვერ გქონდეს, მაგრამ როგორც ჟურნალისტს, ის მაინც მოგეთხოვება, რომ შენი ეთერი ფაქტებსა და გამოძიებაზე დააფუძნო. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი გამოშტერებული ტელევიზორს მისჩერებია და შენაირი სირის ყველა სიტყვა სჯერა. შედიშლა კაცო. ექშენი. ლიად, თათმები არიან. და რაც თავარია მომავლის ამბიცია. ნუ კაი ხო, გადაო. სიმართლე თუ გინდათ ისაა, რომ ეს ვიდეო უბრალოდ გავაკეთე და დავდე. ისე როგორც წინა სხვები და არანაირი მოლოდინი არ მქონია, რომ რამე შეიცვლებოდა. არც ის მიფიქრია, რომ 2026 წელს მე-6 სეზონზე ვიქნებოდი, მაგრამ ამ ვიდეოზე ნახვები არასდროს არ შეწყვეტილა. აღარც Facebook-ზე დასპონსორება იყო საჭირო, ეს პრინციპში არც არასდროს ყოფილა საჭირო, აღარც TikTok-ზე, აღარც მეგობრების შეწუხება, რომ დამიკომენტარეთ და დამილაიქეთ თქო და ახლა უკვე ამაყად ვუყურებ მილიონ ნახვას და ბედნიერებით ვივსები. ასე რომ თუ დამწყები იუთუბერი ხარ, თუ შენს კონტენტზე ნახვებს ვერ ხედავ და ფიქრობ რომ დროს ფუჭად ხარჯავ, ჩემი რჩევა იქნება რომ არ დანებდე. იბრძოლე იქამდე სანამ ზუსტად არ მიიღებ რაც გინდა. შემდეგ კი ახალი მიზნები დაისახე და მათ მისაღწევად ნუ მოკლედ თელი ცხოვრება ბრძოლაა რა, თავს ვერ არიდებ, სხვას ვერაფერს ვერ იზავ. ხო მართლა, მე-6 სეზონის მეორე სერია თვის ბოლოსკენ 30 მარტს დაიდება. წინ სრული სიგიჟეგელით, რადგან პოლიკა უკადრებელს იკადრებს, ისეთ უკადრებელს, რაც აქამდე არ უკადრია. თაშაპო? შენ აქ რა გინდა? ზდაროვა. ბარო, გაიოზი სადაა ბიჭო? გაიოზი კი არა რა იყო, არ გევასე ბიჭო. შენც კაცი ხარ ახლა, თან ქართველი. წადი გაიოზს დაუძახე. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და იქ ქართველობას არაფერი არ ესაქმება ბიჭო. მიდი გაიოზს დაუძახე. გაიოზი რაში გჭირდება, პოლიკუნა? ვიდეოს ბოლოშიც გავედით. თუ ჯერ კიდევ აქ ხართ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მე მუდმივად ვეცდები ჩემი ვიდეოებითა და სერიებით დღე გაგიხალისოთ. მომავალ ვიდეომდე მემშვიდობებით.